იდეა გაჩნდა მოცემულობიდან გამომდინარე და ეს არ არის პირველი რიგით უკვე მეორე გამოფენა ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ არტისტები ეხმიანებიან მიმდინარეს პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს და ჩვენ ხშირად გვესმის ეს კითხვა, თუ როგორ ეხმაურებიან ისინი საერთოდ მარტო დღეს კი არა, მთელი ამ წლების განმავლობაში და ზუსტად ეს იყო მთავარი იდეა, რომ ჩვენ რაღაცნაირად გვეპასუხა ხელოვნებით მიმდინარე პოლიტიკური და კულტურული მოვლენებისთვის. 99 წლიდან დაწყებული დღემდე ჩვენ არაერთი ომის, საზოგადოებრივი სივრცეების, ოკუპაციის და მრავალი მოვლენების მომსწრე ვართ და პარალელურად, ამის საპასუხოდ ხელოვნება იქმნება და არტისტები ქმნიან ისეთ ნამუშევრებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი საკითხებისთვის, ზოგი იუმორით, ზოგი სარკაზმით, ზოგი მეტაფორულად ქმნიან ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც ეხება ისეთ თემებს, რაც არის გარდაუვალი და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ისტორიის თუ როგორ ვაფასებთ გავლილ წარსულს და ასევე აწყვეს როგორ უყურებთ სოსი, კოკა რამიშვილის ნამუშევრიდან ავიღეთ ეს სახელწოდება, რომელიც მან შექმნა 99-91 წლებში და ზუსტად იმდროინდელი პოლიტიკური ძალიან ცუდი მდგომარეობის გამო სამხედრო ტექსტილზე მან შექმნა ესეთი სკულპტურული ნამუშევარი სოსის, ესი ბოლო არის ამოღებული და ზუსტად ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ ჩვენ იზოლაციაში მოქცეული საზოგადოება ვითხოვდით ჩვენას და არ მიდიოდა ეს სიგნალი, დაუსრულებელი სიგნალი სოსი ესის გარეშე და 2025 წელს უკვე, როდესაც დღეს ვაკეთებთ ამ გამოფენას და სახელწოდებას ვიღებთ კოკა რამიშვილის ამ ნამუშევრიდან, რაღაცნაირი გაფრთხილებასავით არის, რომ ისევ არ აღმოჩნდეთ იგივე მდგომარეობაში, ისევ იზოლაციაში არ მოვხდეთ და ისევ ვერ გაგვიგონ ის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველო და ქართული საზოგადოება აპროტესტებდა. პრინციპში, რასაც 80-იან წლებში ვაპროტესტებდით, იგივე გრძელდება დღესაც, სხვადასხვა ფორმებით და ეს ჩვენი გამოფენა ასახავს რეალობას. აქ არაფერი არ არის მოგონილი, არაფერი არ არის რომანტიზებული, არის რეალობა, სამწუხარო რეალობა, მაგრამ ძალიან კარგი, რომ არტისტები ამას აკეთებენ, ეს არის ხელოვნება, თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება. ბატონო გურამ, თქვენი რა პერიოდის ნამუშევრებია წარმოდგენილი ამ გამოფენაზე? ჩემი ალბათ ყველაზე ძველი ნამუშევრები ეს არის 99 წლის აპრილის თბილისის ფოტოები და აპრილის შემდგომი ფოტოები, რაც მოიტანა 9 აპრილმა. იმიტომ რომ 9 აპრილმა მოიტანა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს იმ წუთში არ მოხდა, მაგრამ აი იქ ფოტოებში ზუსტად ჩანს, რომ აი ამის შემდგომი პერიოდში დაინგრა ლენინის ძეგლი, დაინგრა იდეოლოგიური ძეგლები და ეს ფოტოები არის ჩემი ამ სერიაში და ეს არის დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი და ძალიან ხშირად ფოტოგრაფია არის ხოლმე მის საშუალება, რომ აღწეროს რეალობა და მე გაჩვენოს როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი. აქ არის მარტო ჩემი ფოტოს ხანერით შეიძლება იყოს, მაგალითად, სულ მინდა ყველას ძალიან მომწონს ნინო ალავიძე, ახალგაზრდა ფოტოგრაფია და მისი ერთი ფოტოა და ის ერთი ფოტო ძალიან კარგად აღწერს დღევანდელ ამბებს, რომ როგორ შემხატვრულად და ძალიან საინტერესოდ თუ როგორ შეიძლება რომ ადამიანმა დაკარგოს სახე. და ეგრე ქვია მგონი ფოტოსაც დაკარგული სახე ქვია და აი ამ ერთ ასე თქვათ აბსტრაგირებულ ფოტოში ჩანს საზოგადოების მდგომარეობა, ქვეყნის მდგომარეობა და დედამიწის მდგომარეობა მინდა გითხრა. რამდენად თვალსაჩინო არის ის გზა ამ ნამუშევრებში, როგორც თქვენს ფოტოებში, ისე დანარჩენი არტისტების ნამუშევრებში, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა იმ დროიდან 99 წლიდან დღემდე და სადაც რა კონტექსტითაც დღეს ახლა ჩვენ საუბრობთ ამ მოცემულობაზე. ვფიქრობ, რომ მარტო ის კი არის, რაც გაიარა, ამ ნამუშევრებში არის ის, რაც ხდება. ის არის პირდაპირი რეაგირება იმაზე თუ რაც ხდება, იმიტომ რომ ადამიანები ყველანი რეაგირებენ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, არტისტების განსაკუთრებულობა ის არის, რომ ისინი ცდილობენ, რომ ეს რეაგირება მოახდინონ მხატვრულად და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რეალურად ესეთი გადაფასებული, გადააზრებული რეაგირება მე ხდება ხოლმე ღირებული და მე ხდება დოკუმენტი და მე ხდება მნიშვნელოვანი არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომაც მგონია, რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას აი ესეთ რეაგირებებზე და ამიტომაც ხდება ის ღირებული, იმიტომაც მე დაათრევენ აქეთ-იქეთი სურათებს და ინახავენ და ხვდებიან, რომ ეს არის ყველაფერზე ღირებული, რაც ასახავს
რეალობას და რაც სხვანაირად ასახავს თავისუფლებას და გიჩვენებს რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. რომ თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. თქვენ ახსენეთ წეგან სიტყვა დოკუმენტი, აი უშუალოდ მუშაობის პროცესში, როდესაც ქვეყანაში რაღაც საკვანძო მოვლენები ხდება და თქვენ ამას იღებთ. გაქვთ ხოლმე განცდა რომ რაღაც ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილე. რა თქმა უნდა, რა დროს ეგ არის, მე მგონია ხოლმე რომ უბრალოდ შენ დგეხარ იქ და აი მოდი ასე ვთქვათ, ხელები გეკავება იმისთვის რომ ეს ყველაფერი რაც შენ წინ ხდება და აფიქსირო და გასააზრებლად არის ეს მე საკუთარ თავისთვის არის ეს საინტერესო. უბრალოდ მე აღმოჩნდება ხოლმე რომ ვიღაცისთვისაც ეს საინტერესოა და 10 წლის მერე ეს არის დოკუმენტი და მაგ თვალსაზრისით შეარჩია ზუსტად თამუნამ ეს ნამუშევრები კონკრეტული. თამუნამ ძალიან ბევრი სხვადასხვა ავტორი არის, სხვადასხვა ასაკი, სხვადასხვა ხედვი, ჟანრობრივად აი თვისობრივად განსხვავებული ნამუშევრებია. რამდენად მკაფიოდ ჩანს ის სათქმელი, რაც აი წეგან თქვენი საუბრეთ ამ ნამუშევრებში? ეს დამთავრებელს უნდა ვკითხოთ ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა თემებზე, როგორც პოლიტიკური, სოციალური, საკმაოდ მკაფიო ჩანს ზოგი ნამუშევარი, პირდაპირ სათაური გეუბნება რა არის, მაგალითად, ვახტანგ ქოქიაშვილის 90-იან წლებში გაკეთებული პოპ-არტისტური სკულპტურები, დემოკრატიის შუქურა, თხა და გიგო, ანუ ამ ინსტალაციას რო უყურებ, იქ ყველაფერს კითხულობ შენ თვითონ. მე მგონი რა ვიცი კითხები. ეხლა ჩვენს უკან მე მგონი არის ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები, რომელიც ესე პირდაპირ კი არ ეხება ამას, გარგანტუას ბავშვობას დახატა და რეალურად გარგანტუა არის გაუმაძღრობის და ღორობის აქვია სიმბოლო და ეს რაღაცა აი გაუმაძღრობაზე მიგვითითებს და რომელიც რეალობას უფრო შეიძლება უფრო მძაფრად გაჩვენებს და უფრო ცხადად და შემზარავად. მინდა გითხრათ, შემზარავად, თუმცა ნამუშევრები ძალიან საყვარელია, ფერადოვანი და მიმზიდველი. როგორი არის დამთვალიერებლის შეფასება? აი თუ გაქვთ უკავშირი დამთვალიერების, რა ემოცია გამოიწვია ამ გამოფენამ? ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გამოიწვია საკმაოდ დიდი გამოხმაურება. დღესაც ვეუბნეოდი გურამს, რომ დამთვალიერებელი ყოველ დღე მოდის და მოდის, ანუ ინტერესი ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, თემიდან გამომდინარე და შეფასებაც იყო ძალიან კარგი და ბევრი მადლობა, მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა მონაწილეს გადაუხადოთ ჩვენი გუნდის სახელით და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც რაღაცნაირად ჩუმად მოდის და ისტორიას კიდევ ერთხელ კითხულობს ამ ნამუშევრებით და ჩემი აზრით დღეს განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში, რასაც ქვეყანა და მთელი მსოფლიო გადის დღეს, განსაკუთრებით საქართველოში ჩვენთვის აი ხელოვანის მნიშვნელობა არის ძალიან მართლა მნიშვნელოვანი და ადგილი, იმიტომ რომ ხელოვანს აქვს ესეთი ნიჭი, რომ მას აქვს უნარი თუნდაც ესეთი ქაოსურ მდგომარეობას მისცეს რაღაც მიმართულება, ზუსტად ის ენა გამონახოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, სხვადასხვა აზრებს შორის, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს ხელოვანს და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ ხელოვანებს, განსაკუთრებით კრიზისულ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანები უკვე ჩხუბის გარდა ვერაფერს ვერ ახერხებენ, არსებობს კიდე სხვა ენა, რომელსაც ქვია ხელოვნების ენა, რითიც უფრო გასაგები და უფრო ხანდახან სიტყვები ზედმეტია. ეს გამოფენა მაგას. დაუმატებ ეს თუ შეიძლება არ გიგონოთ რომ მარტო ეს 5 თუ 10 მხატვარი მუშაობს ამ თემაზე, ვფიქრობ რომ ყველა მუშაობს, მაგრამ შეუძლებელია რომ ერთმა გალერიამ ერთ გამოფენაზე დაეტიოს ეს ყველაფერი და ყველა ის თავის ადგილას დაალაგდება. ყველა ესე იგი რეაგირება ხდება არა მარტო აი ესეთი ზოგად რაღაცეებზე, ხო კონკრეტულ რაღაცებზე, როცა ადამიანები ტყუილას ხედან ციხეებში, ხანდახან ნამუშევრები არის ხოლმე ესეთი პლაკატური და იდეაში ის რაც აქციებზე ხელი დახატული არა ხელოვანებსაც გამოაქვთ, ისიც ხელოვნების ნიმუშებია, იმიტომ რომ იმდენად გულწრფელია და დროშები მაგალითად საპროტესტო. ეს არის საბოლოოდ მე ეს არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც ისტორიას შეიძლება უფრო კარგად აღწერს ვიდრე მე ნებისმიერი ისტორიის წიგნი, რომელიც გადაწერადია და ეს დარჩება როგორც რეალობა. აი ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც განგრძობითი არის მდგომარეობა, ესეთი პროტესტის მდგომარეობა, უსამართლობის განცდა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ხელოვანი წერს და ლაპარაკობს იმაზე, რომ ძალიან რთულია შეინარჩუნო განწყობა, შეინარჩუნო რესურსი იმისთვის, რომ აკეთო ის, რაც შენი მთავარი საკეთებელი არის. აი ამ თვალსაზრისით როგორი არის უკვე თქვენი გამოცდილება, აი თუნდაც ამ გამოფენის გათვალისწინებით? რომ დაიწყო ეს მოვლენები 2 თვე უბრალოდ დავიკეტეთ, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. უბრალოდ სურვილიც არ მქონდა, არც მე და არც ერთ ჩვენ
გუნდის წევრს, რომ რამე გვეკეთებინა, რაღაცნაირად გავშეშდით, მაგრამ შემდეგ თვითონ მოვიდა ეს რაღაცნაირად ბუნებრივი პროცესია, ხო, როდესაც საერთოდ მართალი რაღაცები თვითონ პოულობს თავის გზას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ეს თავისით მოვიდა, იმიტომ რომ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობთ. და მე მგონი ჩვენ კიდე გავაგრძელებთ ამას, იმიტომ რომ მასალა ძალიან დიდია. ერთ გამოფენაში ყველა ხელოვანს ვერ დაუთმობდით, ამიტომ შემდეგი გამოფენას ვფიქრობ, ამ თემის გაგრძელება იქნება და რაღაც სერიასავით გამოგვივიდა. პირველი ასევე კოკა რამიშვილის ნამუშევრის სახელი იყო ცვლილება აქტი მეორე. ასეთ საკმაოდ პოლიტიკური გამოფენა იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ New York Times-მა საქართველოზე მოვლენების გამო გააკეთა საკმაოდ კარგი სტატია და ჩვენც მოვხვდით ამ ჩვენი გამოფენით. ანუ ვიღაცამ კიდე გაიგო არა მარტო საქართველოში. არა, ძალიან დიდი ინტერესია მინდა გითხრათ საზღვარგარეთ, ახლა პატარა გამოფენა გავაკეთეთ ერთ გერმანულ პატარა ქალაქში და იქ ეს მოვლენების ფოტოებიც იყო, თინა თინკიყურაძის ფოტოები იყო ამ მოვლენებთან და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს რეალობა როგორია, რა ხდება და რამხელა პროტესტის ძალა და რამხელა პროტესტის მნიშვნელობა.